სუდედაზე მეკითხებიან ხოლმე და მე თვითონ ვთავ ცოტა პატარა მონაკვეთით მამას და ეხა მამაზე ვისაუბრებ. კი ბატონო, სიამოვნებით. მამა იჯდა და სულ ნოტებში წერდა. ანუ რაც თავში მოსდიოდა, იმას აფიქსირებდა ნოტებში. ანუ მის გონებაში ეს მუსიკა ცხოვრობდა, ანუ ინსტრუმენტით შიგნით ქონდა ყველაფერი იყო და ამას წერდა და მიყვარხარ სიტყვა, რა თქმა უნდა, ბედნიერება და არც უნდა გვეუხერხულებოდეს ამის თქმა. თუმცა ეხა მამას რაც შეეხება, მამა ყოველთვის მზერით გამოხატავდა მაგ მიყვარხარს. დედა იმდენად დაკავებული იყო და აი რაღაცა ძილის მომენტიც რაღაცები აკლდა, რომ მამას უმეუბნებოდა, რომ ღამეო რამე თუ გაგიჭირდესო, ჩემთან მოდიო. დედა არ გააღვიძო. ბავშვები ხო არიან, რომ აი რაღაცას რო იტკენ და აიქცევიან რაღაცა ვაიმე და რო იტყვიან ხოლმე, ხო? მე ვიძახდი ვაიმე მამა, თქო ვიძახდი. იმიტომ რომ შველელი მყავდა მამა რაღაცნაირად. სულ დავსდევდი და ვეუბნებოდი, რომ აი სხვადასხვა მე მეუბნებოდი, მიყვარხარ და გაჩერდი, ზოგჯერ ფანჯარაში გადავდგები, მიყვარხარ მამა, მიყვარხარ. პირველად ნახე მამა ჩემი ატირებული, აი მამაზე გეუბნები. მიდიოდა კიბებს, რაღაცა ძალიან არ უნდოდა, მაგრამ აეტირა. იაშუღლია შვილიც ვარ და ინოლას შვილიც ვარ. კაცრი ალბათ არ იქნებოდით. არა ვარ. უი. აი მაგალითად დედა ჩემმა არ იცოდა გაბრაზება. იცოდა წყენა. და ეს წყენა თვალებში გამოიხატებოდა, რა თქმა უნდა. რო შეგხვდეთ ეს ჩვენი პატარა უფლისწული და გითხოთ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანიო, რა პასუხს გასცემდით. ისეთები ხართ, რომ გულწრფელად რო არ ილაპარაკო, არ გამოდის. მამების დრო ყოველ 4 შაბათს 20 საათზე.